განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ მინდა ერთი-ორი სიტყვის დამეტება. ჩემს კომენტარებში ძირითადად იწყება ორი მიმართულება აქ ამ განათლების სისტემას. ერთი არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რომელიც ძალიან მომწონს და მეორე არის, რომელიც საფრთხეს უქმნის ბოლონეზე შეთანხმებას, რის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. სკოლა უცელოდ უნდა დარჩეს 12 წლიანი, ბაკალავრი 4 წლიანი და მაგისტრატურა 2 წლიანი. ამის შესვლა არის ყოველად მიუღებელი, მაგრამ პირველი რეფორმა, რაც არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ამის ძალიან დიდი მომხრე ვარ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეიძლება რაღაც ცოტა გაუგებრობა შემოვიდა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. აი ზოგადად დომინოს ეფექტი როგორც მუშაობს, აი ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია პარალელის გავლება ჩემი აზრით ძალიან კარგად. ადამიანების დიდი ნაწილი აი მიწერს ხოლმე კომენტარებში, რომ რეალურად ეკონომიკის გასაძლიერებლად და სოფლების გასაძლიერებლად ხა ეგ რეფორმა ესე რატო შემოვუაროთ და პირდაპირ მაგ რეფორმებზე ვიმუშაოთ. კი ბატონო, ოკეი, იდეალურ შემთხვევაში ჯობია ყოველთვის ეგრე, რომ აი ამოიღო რაღაც სამიზნეში და პირდაპირ გაყვე ამ მიზანს და ეს მულტიფუნქციურად ერთდროულად სიმულტანურად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესები, რომ ყველა რეფორმა საკუთარი მიდგომა ინდივიდუალურად უნდა ჭირდებოდეს და ხორციელდებოდეს, მაგრამ როგორც ვიცით, სახელმწიფოს რესურსები არის ყოველთვის შეზღუდული, შეუზღუდავი რესურსები არავის არასდროს არ აქვს. გარდა ამისა, როდესაც ხედავ რაღაცას აქვს, თუნდაც ირიბად, არაპირდაპირ, მაგრამ დეტერმინირებულად კარგი განვითარების შესაძლებლობა, ამ განვითარების შესაძლებლობას აუცილებლად უნდა გავყვეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძლიერი სტუდენტური მობილობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში გამოიწვევს ავტომატურად იქ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ქალაქების უკეთესად განვითარებას, ახალი ეკონომიკური ცენტრების გაჩენას და ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეს თავი კი არა და ეს პირველ ეტაპზე რაც მოხდება, შემდეგ ეტაპზე რაც მოხდება, აუცილებლად მოხდება ის, რომ მის ქალაქის გარშემო მოხდება მთლიან რაიონის გაძლიერება, არაპირდაპირ ეგზით ეს არის ქალაქის გაძლიერების თანხლები მოვლენა, როდესაც მის შემოგარენში სოფლების გაძლიერება ხდება, რაც არის აუცილებლად უდიდესი მნიშვნელობის დღევანდელ სახელმწიფოს, ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობაში, როდესაც ხდება სოფლების დაცლა და ინდუსტრიალიზაციის განვითარებაში და ზოგადად ძლიერ სოფელში, ჯერ ჩვენთან ცენტრიდან პერიფერიისკენ კი არა და პერიფერიიდან ცენტრისკენ მოძრაობა ხდება მხოლოდ თბილისის მიმართულებით, ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამაში ზოგადად მარტო ქალაქებშიც კი რომ ხდებოდეს ხალხის მობილიზება და ინდუსტრიული ცხოვრების განვითარება, იმიტომ რომ ეს ძლიერი მიდგომის თანახმად სოფლის მეურნეობაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია განვითარება სახელმწიფოში განვითარდეს წარმოება და ტაივანის მაგალითი და ყველაფერი გავიგე, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში ესეთი რაღაცები არის ყოველდღე მიუღებელი ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. მხოლოდ ცალსაღად იმაზე ფოკუსირება, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს, მაშინ როდესაც მოსაზღვრე აყვავს თურქეთი, რუსეთი, გვიყალბებენ ისტორიას, ჩვენი 4-ვე მეზობელი და ამასაც რომ თავი დავანებოთ, შუა აღმოსავლეთი გვაქვს აი აქ ყურისძირში და რა კონფლიქტებიც ვითარდება. ამასთან დაკავშირებით, ამას გარდა გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომლის კვალობაზეც მუდმივად მოიწევს მცოცავი ოკუპაცია და ამასთან დაკავშირებით ახლა განცხადებები, რომ ეხლა აი ძალიან მიზარება, ეხლა ავდგეთ და ჩხოროწყუში გადავიდე და საჩხერეში გადავიდე და აი მე ეხლა ძალიან დიდი პროტესტი, მაგრამ აი რა ვალდებული ვარ, რომ იქ რას ქვია, არ ხარ ვალდებული, თუ ქვეყანას ჭირდება ესე, ანუ ვალდებული ხარ, რომ ის 4 წელი შენ კომფორტ ცოტა რაღაცა პრობლემები შეიქმნას. და ის მთავარი გასაჭირი, რაზეც ჩვენ საუბრობთ ყველანი ერთად, რომ რეალურად ჭირდება ქალაქებს და რაიონულ ცენტრებს განვითარება უფრო მეტი. ზუსტად მაგის ავტომატური თანმიმდევრი იქნება ის, რომ მე აღარ გვიქნება ეს მომენტი, რომ აი ბათუმის გარდა ვერსად ვერ გადავალ საცხოვრებლად თუ რაღაც, და ბათუმის სარგიმის საცხოვრებლად გადასვლა მე ძალიან მინდა. მაგრამ რომც არ მინდოდეს, საერთოდ სხვა საკითხია ეს.